საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება გრძელდება. თბილისის პროკურატურაში ორგანიზაცია Prosperity Georgia's დამფუძნებელი ლაშა არველაძე გამოიკითხა. ადვოკატის განცხადებით, გამოძიების კითხვები ძირითადად ორგანიზაციის შექმნას ეხებოდა. დღეს ასევე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო სქიტიშვილი გამოიკითხა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განმარტებით, კითხვები ძირითადად ორგანიზაციის საქმიანობას და ასევე გარკვეულ დონორებსაც შეეხებოდა. მისი განცხადებით, ორგანიზაციას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ განუხორციელებია. საქმის პროკურორის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და პოლიტიკოსებმა ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშზე სხვადასხვა რაოდენობის თანხა ჩარიცხეს. როგორც ლაშა კოტრიკაძემ განმარტა, ორგანიზაციამ აქციის მონაწილეების ჯარიმებში 9 მილიონი ლარი დახარჯა. პროკურატურამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები 27 აგვისტოს დააყადაღა. დაიკითხა შესაბამის სამართლებრივ გარემოებთან დაკავშირებით და ის ინფორმაცია, რაც მას გააჩნდა, ბუნებრივია გამოძიებას განუცხადა ამის შესახებ და ეს ყველაფერი იქნა დაფიქსირებული. თვითონ გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით, კითხვების შინაარსთან დაკავშირებით მე არ ვარ რომ უსწავლო დეტალებზე ვისაუბრებ. ძირითადად ეს შეკითხვები რაიმე სიახლე არ არის, რასაც ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისტები ატრიალებენ როგორც მედიაში, ისე საჯარო გამოსვლებს. ძირითადად ამ საკითხებს შეეხება დონორები ვინ ყავთ, თანხას როგორ იცხავენ, ეს ჯარიმების თანხას რატომ მიხვდით და ძირითადად ამ კითხვებზე უპასუხო. შესაბამისად, რაიმე ისეთი ახალი კითხვა არ დასმულა. დადასტურებული ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა სახლის ანგარიშებზე თანხები ირიცხებოდა როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების მიერ, ასევე პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც ამ აქციების დროს გამოირჩეოდნენ მწვავე განცხადებებით. მაგალითად, პირადი გადარიცხვით თანხები შეტანილი აქვს თამთა მიქელაძეს დანიშნულებით სახელოვნად გამარჯვებისთვის, თანხა შეტანილი აქვს ეკა გიგაურს, ასევე თანხა შეტანილი აქვს გიორგი ქადაგიძეს.